მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის გოგოლიძე. დღეს მასთან ერთად ვაპირებთ საუკეთესოდან უარესობამდე მორიგი ეპიზოდის გადაღებას, ოღონდ ამჯერად თავარ როლში ვიქნები მე. ბატონი გოგოლიძე დამატესწრებს თავის აულადიდებებს. დღევანდელი ეპიზოდი უშუალოდ იქნება არაბულ კლონ დუპ ბიუჯეტურ სუნამოებზე. წავიდე, ორ შევთავაზებ თავიდან და მე შევუშვა. პირველი ეს არის ეს მე დაედიტებს. ეს საინტერესო ამპლუა არის. ეს პირველი დაგვიგემოვნე. ეს ვიცი. ეს ვიცი. აბა დაახლოებით თუ ეს არის უდმარაკუია რა ცოტა დაწიო ქვემოთ. ანუ უდმარაკუიას ტუპი იქნება ეს. ალბათ. ორია მეგობრებო, მეორე არის. აი ეს. მოიცა. აბა. შაქრის სურნელია. ცოტა პიკანტური და ხეების აკორდებთან ერთად. ციცაკაც ურტყამს. იდეაში შეიძლება ეს უკეთესი ხარისხი იყოს, მაგრამ ჩემს გემოვნებაში უფრო ხარისხი უნდა მოებიჯდება, ამიტომ ამას ავირჩევ. ეს არის გამარჯვებული ეს უდმარაკუიას ტუპი გადავდოთ. მეც იგივე არჩევანი გავაკეთე. ეს არის ეს მორადო. ეს როგორ მინდოდა დამეტესნა. ძალიან კარგია. ეხა წავიდა შემდეგი ვარიანტი. ხილოვანი სურნელია, ეგრევე. და რო გეტყვირისი დუპიც არის გაგიკვირდება სხვათა შორის და მეც ვიდეოში ვახსენე და გამიკვირდა ამის აღწერაში რისი დუპიც იყო. აი კედარის სუნია რაღაც ხილთან ერთად მგონი ბალი ატამია რაღაც. არა, ეს უფრო ფემინური არის, აი ამას უფრო დავისხამდი რა. ხო, არა, ეს კარგი სურნელია, უფრო მოწონებადია და ამით მეტ კომპლიმენტს მიიღებთ იდეაში. ძლიერიც უნდა იყოს ესეთ, მაგრამ ეს ამას ტოვებთ, კოკომორადოს ტოვებთ. გადავარდა ჩვენი Art of Nature პირველი და სხვათა შორის ეს არის უდმარაკუიას დუპი და ვაფშე არ გავს, აი საერთოდ არ ფიქრობ არის უდმარაკუიასთან. პირდაპირ ვიძახ, ან გაცილებით ხილოვანია. არა, ეს უდი ძალიან, აი საერთოდ სხვაგანაა. უდი საერთოდ არ იგრძნობა. უდი კი არა, სიპრიოლიც არ იგრძნობა, ეს სინთეტური უდი რო არის. ანუ უფრო ხეებში რო გადადის. ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ქლიავი, ატამი, ბალი, რაღაც მოცხარის ხილოვანი არომატი არის და ხის ნიუანსები აქვს, კი, მაგრამ მე მგონი ფრაგრანტი და ამ სუნამოზე შეცდა. ხო, ეს არ გამოდგება მეგობრებო უდმარაკუიას ტუპი, უდმარაკუიას ტუპი პირველი რაც იყო, ეს არის azur udi არის ეს უდმარაკუიას ტუპი და ნუ ეგეც იდეაში, რომელიც ხო არ მეშლება ხა ეს ჰიბისკუსის ტუპი ხო არ. არა, ჰიბისკუსი მაქვს, არ არის ჰიბისკუსი. მაგრამ არც იმის ტუპი არ არის. იდეაში არ არის, არაფრის ტუპი არ არის. სხვაგან გამოუშვეს და რავი, ალბათ ყველაზე მეტად რასაც მიამსგავს ეს ეგ. ხო, არა. აი შემდეგი სუნამო. ეხა სტილები აურია რა იდეაში. სტილები აირია, იმიტომ რომ ხა ის უდია, ეს ფრეშია, მაგრამ აუ ეს ნახოთ აბა. ეს არის ძალიან გავს, მოკლედ Imaginations და Afternoon Swims. რაც შუა ძმა არის რა. სწორად მიდიხარ ძალიან. სწორად რა მომენტ იდეაში. ანუ Imagination, აი წარმოვიდგინეთ Imagination-ი არის უფროსი ძმა, Afternoon Swim-ი არის უმცროსი ძმა, ეს არის შუა. მაგრამ არა, მაინც ეს. აი კიდე რა. ეს ანუ ეს ბევრად კარგი ბლენდი არის. ეს ნუ ასწორებს სიცხეში, სითბოში ბევრად უკეთესია შიდა სივრცეებისთვის, მაგრამ როგორც სუნამო ამას ავირჩევდი. ვაღიარებ. მეც იგივე არჩევს გავაკეთებდი, ეს არის Art of Arabia 1. იდეაში Imaginations დუპი გამოვიდა, მაგრამ ცოტა სხვაგან მიდის მაინც. ეს არის პარფუმზე მარის Greenly. და ახლა არ მთხრა დუპია. Greenly დუპია, მაგრამ Greenly დუპიც არ არის დაჟე. არა? არა. აი თავიდან მიამსგავსებ, მაგრამ მწვანევაში მსგავსი სუნამოს დუპია უფრო სწორად. არა, ამას ვიჩვენ. მაგრამ ძალიან მაგარია. რა სიზახ ბიჭო, ნახე. Aventus Absolus დუპი გამოვიდა, მაგრამ არ გავს ეგრე ძალიან. ხა ზოგადად სადაც არის მოცხარი და სადაც არის ვაშლი და ანანასი, ყველაფერს ეძახიან რომ Aventus გავს, არა და Aventus-ში მთავარი ღირსშესანიშნაობა არის შებოლილი ხასიათი სურნელის და ის ოკმოსი ხავსი არ აქვს საერთოდ არა. დამჯდარზე ხავსი მოდის მე. ხო, დამჯდარზე მოდის კი, მაგრამ ხო, შებოლის ელემენტი არ აქვს. მე ამას უფრო ხო, აი Greenly-სკენ გამიშვა ეგრევე.
ალბათ თავიდან ხილი და მაგიტო ანუ მე დამჯდარზე ემატება ის მაგრამ ხავსი და მე საკაიფო 7-8 საათი თავის კატეგორიაში კარგია რა სკილი ანჯელში არის ხო არა ძალიან კარგი არის მაგრამ ავენტუსის დუპად არ განვიხილავდი ფრეშია ძალიან მაგარია მაგრამ დამოუკიდებლად იყიდეთ გრინლივილსაც გიყვართ იყიდეთ აი ეს არის ეს სუნამო აუ ახლა ეს რო არ გამოვიხსნა მაგრამ გამიტყდა აბა მიდი ეს არის რომ ჟანრს გეტყვი რა ეს არის ინვიქტუსის ჟანრი მონბლანის ლეგენდ სპირიტის ჟანრი რასასის ჰავასის ჟანრი ნუ არა ოდნავ დაგეთან ნაწილობრივ დაგეთან არა აუ ძალიან მაგრამ ახლა ხვდები კიდე სხვაგან არის რა აი ბრმად დატესტო არის ძალიან მურტალი რაღაც ეს პირდაპირ ერთი სუნამოს კლონი არ არის ნაზავია და უბრალოდ თავიდან ოდნავის ციფრე შეურთავს და დამჯდარზე მე სხვაგან არის რა ეგრევე მიხვდები დამჯდარზე რაც აი ნაზავები აი ერთ-ერთი სპეციალისტი გინდა მოსთანთეთ პარფანი არას ერთ-ერთი ნაზავია დამჯდარზე შეარა ეს არის ასადის ბურბონი ხო ფრეშ სუნია აი რო დაჯდება საერთოდ არ არის ფრეში ჩვენ წარმოიდი მაინც არ მომეწონებოდა რა ძალიან ჩვეულებრივი არის ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური სუნია რა ვისაც გიყვართ ტკბილი სუნამოები და ყოველდღიურად იყენებს აი ზუსტად ეგეთია რა ყველა სეზონზე რო გამოიყენებს საღამოს აი მარტივია ეხ ყოველდღე გარეთ რო გავდიოდი ხოლმე და რაღაც რო არიცი რა და აი სავაჟივით არის რო არიცი რა დაისხი გადი რა აი ზუსტად ეგეთი სუნამოა საღამოს აი რაღაც მაინც დამეს დეითებს და იმაზე ეხლა სხვათა შორის ახლა წამოიღო მოსთვანტედი არა მაგრამ აი კაროლინა ჰერერას bad boys ვაიბები წამოიღო აი შოკოლადის ეგეც კაკაოს ეგ სტილია იმენა სტილია და როგორია იცად ყოველ წამს შეიძლება რაღაც სხვა სუნამა მოვიკითხო თავიდან ინვიქტუსებით იხსნება აი იგი ალბათულობა მაგრამ აბა შემდეგიც აქ მოვაფარებ რომ არ დაინახოს მოიცა თქვენ განახებთ კაცო გამავიწყო ეს არის ეს სუნამო ეს როგორი ბაბოლის სუნი აქ აი ჟოლო კენკრაკი ბატონო კენკრე ხო რა ეს ახლა კირკეს ლონია არა ხო კირკეს საერთოდ არა ის არის ტომ ფორდის პიტერ პიჩი კი ოღონდ პიტერ პიჩის სიმძაფრე არ აქვს საერთოდ პიტერ არ აქვს რა აი ხო მარტო პიჩია რა მარტო პიჩია მაგრამ იდეაში ვისაც მარტივები იყო ეს პრომოგეწოდებათ არა ეს თავიდან დაიწყო და დაამთავრა კოკოა მორადო ეს იყო ტასკინი ეხლა დუბაიდან ჩამოვიტანე ჩემში ყურს დაებასა და ხო არა ძალიან გაიცნია ვიყიდე რა ანუ ზოგადად იმას მარტივი ხილის სუნები ჩემ მოძეს ძალიან უეწონებოდა მე მიყვარს ატმის სუნები ესო დავისხარ ხო მაგრამ აი ხა ეს მასკი აი ხაც იდეაში და აი აზურუდიც დამევასა და აი ეს ორი რო გამოვიყენე ასე ეგრევე მანქანიდან გადამაგდო რომ სანამ სუნი არ გაგივაო არ დაждდება მანქანაშიო რა და ამას ეს დატომაზე ერთად მოხდებოდი მაგრამ North Star Quadre. ეს არის North Star Quadre. Afternoon Swims გავს. ნუ ხო, თვალის გავახელ მაშინ Afternoon Swims გავს, ძალიან გასართობი არომატი არის, ახალისო, რეალისტური ფორთოხლის სურნელი აქვს. ცოტა სინთეტურია თავიდან, მაგრამ მაგრამ ნუ შუშხუნის ეფექტი რო აქვს, ეხლა სინთეტური იქნება რა. შუშხუნებს უნდა. ძალიან გასართობი არომატია. ამას თორე მაინც კაი შემდეგ ეხლა ნელ-ნელა ვართულებ და ეს შედარებით ცოტა მარტივი არომატი იყო მაინც აი ეს ეხლა დავასხო ჰავას ბლეკი არის ან ესა სუპრემესის ნონტონული ინგლისი კი ეგ არის ჰავას ბლეკი გავს მაგრად და უძლიერესი არომატია მე მაინც ამას დავტოვებ აი შემდეგ ხაშივატისგან უფრო მიდის ეგ აი შემდეგს გამოვუშვებ ეხლა ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბოლო დროის აი ეს რო დავტესტე, ანუ არ მაქვს ეხა მე პირადად, მაგრამ ძალიან გიჟი არომატია, ამიტომ გამოვნახოთ გიგი რას გვეტყვის ეხა. და გამოიცნობს ეგრევე ვიცი რომ გამოიცნობს, მაგრამ მაინც ალბათ შედარება საინტერესო იქნება. ეს რასასის ჰავას ფაილი არ არის? კი ბატონო, ეგ არის. აი კოკო. ძალიან მაგარია შედარება მაინტერესებს ძალიან, მაგიტო. არა, რა თქმა უნდა, არა, კოკო მორადოსთან. არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰავას ფაიერ არის ბევრი მოწონებადი DNM-ის კომბინაცია
ბევრი არამოწონებადი დნმ-ის კომბინაცია ოღონდ გადაკეთებული, რომ მასაზე გათვლილი იყოს, ძლიერიც არის. ხარისხიანადაც არის გაკეთებული, ფრეშიც არის, პუდროვანიც არის, ოდნავ მოტკბოც არის, ცხარეც არის და მთელი კომპლექტი არის და მთელი ნაზავი არის იმ ინგრედიენტების, რომელიც ბევრ ადამიანს მოეწონება და თან საინტერესო edge და რაღაც განსხვავებულ მიმართულებას შეეცნეს მას კოლექციას. კი იყო წერად ნახსენები, მაგრამ ეს ზის ჰავას ბლეკ და ეს უნდა მოარის ფრეშებში ერთ-ერთი არა და რა ვიცი, ყველაზე ძლიერი არომატი ალბათ, იმიტომ რომ დუპებში კი. ხო, დუპებში, მამენ ბევრ დიზაინერსაც ჯობია სიძლიერი, ძლიერია, მაგრამ მოკლედ ეს არის ხაშივაც ბევრად პრობლემას ვიდრე სუპრემეს. ხო, გავახალთვალე სუპრემ. ვიცი რომ ჰავას ბლეკი. კი, ჰავას ბლეკი. რა თქმა უნდა ლაპარაკი. ხო, ხაშივაც ძალიან გავს. აი ძალიან გავს, სუპრემესიზე მეტად გავს. სუპრემესი აი ქრიც და ჰაშივაც ჩაჭიდილია რა. ეს იმენა ჰაშივატია ძალიან ძლიერი არის ხო, აი რო დაისხამთ ერთი დღის მერე შეიძლება სხნელი გქონდეთ და ასაცმელიდან ჩათვალეთ ვერ გაიღვანთ. მაგრამ გამარჯვებული გახდა French Avenues Cocoa Morado, რომელიც შეგვიძლია შეიძინოთ გოგოლიძესთან. მე არ მაქვს. აი მოკლედ ასეთია, ჩვენი სია პირველზე Coco Morado, შემდეგ Rasas House Fire, North Star Quatre, Azure Wood, ეს მეორე, Art of Nature, Rasas House Black, Supremacy Not Only Intense, Art of Arabia, Zimaya Sharaf the Club, შემდეგ ეს Askeni და Latafas Asad Bourboni. Bourboni რა ნახეს ამ სუნამოში ახლა საერთოდ არაფერი. კითხვა მაქვს просто დაარქვეს რა, თორე ალკოჰოლი, აი ალკოჰოლი აქ 0. იოტისოდენ არა. არა, სხვა შორის უწერია ნოტებში, მაგრამ მაგიტო არ უნდა ენდოთ ყველაფერს, რომ ნოტები ბევრი რამე წერია, მაგრამ საერთოდ აქ აი ერთადერთი ეხა მე აქ შევცვლი აი ამორს, იმიტომ რომ კილოვანი არომატი. არ მე როგორც არომატით, კი, ასე იქნებოდა, მაგრამ როგორც დუპა ეგრე შევაფასე და ძალიან მაგარია. მადლობა ჩემო ძმაო. პირიქით მადლობა. კიდევ ბევრჯერ გელოდები ეგეთ ეპიზოდებში. თქვენ კი მეგობრებო არ დაგავიწყდეთ ამ კაი კაცის არხის გამოწერა TikTok-ზე და Instagram-ზე. ჩემი არხიც აუცილებლად გამოვიწერეთ. სუნამოების შეძენა შეგიძლიათ საიტზე Shik.store, მოცემული სუნამოების შეძენა შეგიძლიათ ასევე თუ გადახვალთ TikTok-ზე და მიწერთ გოგოლიძეს, ამონათდება აქ. მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.